მაისის დადგომასთან ერთად მნიშვნელოვნად მატულობს ალერგიების რიცხვი, რაც ძირითადად სხვადასხვა ბალახის ყვავილებითაა გამოწვეული. ალერგოლოგ მაია ხიმშიაშვილის ინფორმაციით, მოსახლეობამ განსაკუთრებული სიფრთხილე მარცვლოვან კულტურებთან შეხების დროს უნდა გამოიჩინოს. ალერგიის დამახასიათებელი თვისებებია ცემინება, გაძლიერებული რინორეა, თვალების ქავილი და ცხვირის გაჭედვა, ანუ სუნთქვის სერიოზული პრობლემების შექმნა. ყველაზე მძიმე ფორმას კი ალერგიული რინიტი წარმოადგენს. გრძელდება გაზაფხული და ჩვენი ალერგიების სეზონიც ისევ გრძელდება. დაამთავრა ყვავილობა ხემცენარეებმა და გადავდივართ მეორე ეტაპზე, ბალახების ყვავილობის პერიოდზე. ბალახებიდან ძალიან უნდა გამოვყოთ მარცვლოვანი კულტურების ყვავილობის პერიოდია, რომელიც იწყება აპრილის დასრულებიდან და გრძელდება მაისში და მთელ ზაფხულს. შემდეგ გადავდივართ უკვე აგვისტოში, როგორც ცნობილია, ყველაზე მავნებელი ალერგენობის თვისებებით დამახასიათებელი ამბროზია ავშანის ალერგიებზე. ამ პერიოდში პაციენტებს აღენიშნებათ გაძლიერებული რინორეა, ცემინება, თვალების, ცხვირის, ასის ქავილი, ცხვირის გაჭედვა, რაც ყველაზე მძიმე პრობლემაა. ერთი პაციენტებს მინდა გავაფრთხილო, რომ ხანდახან ეშლებათ ალერგიული რინიტი ჩვეულებრივ გაციებისგან და ვირუსისგან. განმოსხვავებელი ნიშნები, რაც არსებობს და არ უნდა აგვერიოს, ეს არის, რომ ალერგიას არ ახასიათებს ტემპერატურის მომატება და არ ახასიათებს მწვავე მიმდინარეობა, ანუ ერთი კვირა 10 დღე თუ ვირუსს ახასიათებს, ალერგიული პრობლემები გრძელდება თვეების განმავლობაში. კიდევ რით გამოიყოფა, რით განსხვავდება ალერგიული რინიტი გაციებისგან, იმით რომ ახასიათებს ალერგიას ძლიერი ქავილი. თვალების ცხვირის ასიც როგორც აღვნიშნეთ და ჩვეულებრივ გაციებას ეს სიმპტომები არ ახასიათებს. ამიტომ მოსახლეობას მინდა მივმართო, რომ თუ გაგვიხანგრძლივდა ეს რინორეა, თვალების ქავილი, აუცილებლად უნდა მოვმართოთ ექიმს, რომელიც სწორ მიმართულებას მისცემს პაციენტს და დაეხმარება ამ პრობლემების გადაჭრაში.